ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს ულამაზეს კუთხეში რაჭაში. გადაცემა პროფესია სტუმრად ეწვია გიორგი დონაძეს, რომელიც არის მხატვარი, ხატმწერი, მუშაობს ხეზე და შედევრებს უქმნის კაცობრიობას. იგი ჯერ თბილისში მოღვაწეობდა, შემდეგ რაჭაში სოფელ ხიმში დაბრუნდა და მამაოსთან ერთად შეუდგა ბარაკონის ძველი იერსახის დაბრუნებას. აი აქ ძველი ნამენახარები იყო და მოულელობის გამო გაველურდა და გახრიოკდა. რაჭაში რო დაბრუნდი, მამაოსთან ერთად ვენახე ავღადგინეთ და ძველი ხვანჭკარის ჯიში რაც იყო აქ ამ ადგილებში ისე წამოვაყენეთ ფეხზე, ზოგი გადაჭრილიდან წამოსული დავამყენეთ ავღადგინეთ და ზოგი ახალი ჩარგვეთ და შევავსეთ მოკლედ და გვინდა რომ ეს ადგილები მოკლედ როგორც იყო თავის დროზე ადრე ისე დაუბრუნდეს თავის ადგილს და ის ძველი ფუძე რაც იყო ის ბარაკონი მართლა ბართაკონა და ემსკასოს ბართაკონა და იყოს ისე გალამაზებული და გაბწყინებული, რასაც ბართაკონა ეწოდება და ქვია. გიორგის ნამუშევრები, რომლებზეც წმინდანებია გამოსახული, ბარაკონის ეკლესიაშია დაბრძანებული. ის ასევე ამზადებს სანთლებს და უსასყიდლოდ წირავს ეკლესიას. გარდა იმისა, რომ ხატა ვმუშაობ ქვაზე, ხეზე, მინაქარზე ვაკეთებ ნამუშევრებს. მაგალითად, ეხლა გავაკეთე ახალი მოვიგონე სანთელში ნამუშევრები და აი გაჩვენებთ როგორ ესე გავაცხელებ სანთელს ჩვეულებრივად ყალიბი როგორ გავჩერხო მაგალითად გავჩერხეთ ესეთი სიმბოლოდ ხე და არის ადგომის სცენა ფრესკა გამოსახული ამაზე და ეს რო გავჩერხე მე წაუსვი სპეციალური სითხე რომელიც არიწებებს სილიკონით ხდება ყალიბის აღება და მე ვაკეთებ თაბაში თვასხავ ესეთი მას რა ქვია ყალიბს და ეს ხდება ჩამოსხმის შემდეგ როგორ ვიღებ თქვა და როგორ გამოდის საინტერესო ესე პატარა სანთლების სუენებად. აი გაჩვენებთ აგერ როგორ ჩამოსხმის პროცესი ცოტა ეს საფრთხილოა და სათუო რომ ან დაგეღვაროს ან რაღაც ესეთი ან არ გაგეხეს ეს ცოტა ფაქიზათუნა ესე და როცა მარლას უტნევს შიგნით ეს არ დაიხეს ცოტა რთული ამოსაღებია და უმარლოდ კიდე ის არის სუსტია ეს მოკლედ. ესეთი საინტერესოს გამოდის აქედან ანალოგიურია. აი ეს იყოს ხე და იგივე ყალიბის და გამოდის სანთელი და ეწובה ჩვეულებრივად სანთელში ხმარობენ ესეთ საინტერესოს გამოდის. ეს მოვიგონე ახალი ის არის. და აი ეს ქვებიც ახალი ის არის, რა ქვია. ერთი ნახევარი წელი რაც შევითვისე ესე ვთქვა და საინტერესო გამოდის და ძალიან საინტერესო არის ხალხისთვის და აი მაგალითად ეს პანდური დიდი პანდური სამი თვე უმუშავე ამ პანდურზე არის სიმბოლურად არის საქართველოს ფორმის ესე ვაზის ჩუქურთმა გავაკეთე როგორც ვაზის კულტურის ქვეყანა გიორგი დონაძის არც ერთი ნახატი არ არის აბსტრაქტულად შექმნილი, ყველა სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. როგორც გიორგი ამბობს, დილატყუპნის დროს ხედავს ხაზებს და ფერებს, რასაც ინიშნავს ფურცელზე და შემდეგ გადააქვს ტილოზე. სწორედ ამის გამო არის მისი ნამუშევრები გამორჩეული. ამას დავარქვი სიბნელე სინათლეში. ანუ ვანათებ თავ ქვეყანას ზედაპირულად, მაგრამ სულიერად სიბნელეა ჩვენში და როგორც უფალმა ლუციფერი გადმოაგდო და ჯოჯოხეთში წავიდა, თან უნდა იმ ეშმაკს რომ ჩვენი ადამიანების სულებით წარიტაცოს და ამის ჭდილი არის აქ დაფიქსირებული, მაგრამ ამისი არ არის, რომ ჩვენი გონებაში არსებობს რაღაც. ხო და აი ეს მიმავალი გზა არის უფლისკენ, ეს დანახეთი, დიდი დანახეთი კი ჯოჯოხეთისკენ და ეს როგორც ექვსიანი სიმბოლო ესე ნიშანი, როგორც ცათაბჯენები ამერიკაში რო დაიგე რაღაც სიმბოლური, აი შენთანაც მოვალ ესე დავარქვი ამ ნახატს. აქ გველები გავაკეთე. სიმბოლურად ხები როგორც ინგრევა, თქვა ადამიანი შველას რო ითხოვს გარბის და ის
კუდის მოქნევა, გველეშაპის რაღაცა ესეთი სიმბოლის ის არის. ეს ნახატი შექმნილი მუზის შედეგად მოკლედ რა, ეს შემოვარდა ჩემში რაღაც ესეც მოკლედ ძირითადად ხდება შუაღამეს რაღაც ესეთი ძილის პერიოდებში მოდის და როცა მოხდები ჩავენიშნო იმ პერიოდში მინდოდა რაღაცა სახელების დარქმევა ვარჩევდი, მაგრამ რატომღაც აი სიმუნჯესთან დაუკავშირე და დავარქვი მოკლედ მუნჯი რატომღაც რომ აი ჯობია რომ იმ შეცდომების საუბარს და ლაპარაკს რომ ბოროტთან დაკავშირებას რომ ისე იყოთ მოვიკეთოთ საკუთარი ენა და არ ქონდეს ბოროტ დაზალებთან რაღაც ისეთი ამოგიდებოდა ჩვენ ვიყოთ უფრო მეტად უფალთან ახლოს და ახალგაზრდა შემოქმედა კავშირის ორგანიზებით სამების საგამოფენო დარბაზში 14 დეკემბერს გაიმართება ჩემი პერსონალური გამოფენა გაყიდვა. გამოფენა იქნება საქვემოქმედო და მოხმარდება რაჭაში, აბროლაურის რაიონის სოფელ ხიფში ტაძრის აღმშენებლობას.